როცა ბავშვი ვიყავი, მქონდა ესეთი Airhawks-ის თვითმფრინავი, რომელსაც პატარა პლასმასის ძრავა ჰქონდა. ეს ძრავა საწვავად შეკუმშულ ჰაუმშულ ჰაერს იხენებდა. და მახსოვს, როგორ ვავსებდი მას მაღალ ცნევამდე პატარა ტუმბოთი, რომელიც მოხვებოდა სანამ ცაში ვისროდი და მას შემდეგ აღარასდროს მინახავს. და მას შემდეგ სულ მინდოდა, რომ ჩემი ვერსია ამეშენებინა, ოღონდ ცოტა უფრო დიდი. ამ ვიდეოს სპონსორია ოპერა. მაშასე დავიწყე სამდანზომილებიანი ბეჭდვა მსუბუქი აეროფოილის ნეკნების ABS პლასტიკში, რომლებიც ფრთის შიდა სტრუქტურას შექმნის. შეძლებოდა სხვა მასალების გამოყენებაც, მაგალითად ბალზა, ხე ან ნახშირბადის ბოჭკო, მაგრამ მათი დამზადება უფრო რთულია და წონის მნიშვნელოვან შემცირებას ვერ მივიღებდი, რადგან ეს ნეკნები ძალიან თხელია. როდესაც ისინი ნახშირბადის ბოჭკოს ლონჟერონზე მივაწებე, ნახშირბადის ღერო წინა კიდეზე მივაწებე, ხოლო ნახშირბადის ზოლი უკანა კიდეზე. ფრთა მსუბუქი ფირით დაიფარება. ამიტომ ეს ელემენტები აეროფოილის ფორმის შენარჩუნებაში დამეხმარება. ეხლა ასეთი ფრთა არასდროს დამიფარავს, ამიტომ სწრაფად გადავხედე ინსტრუქციებს. ეს მასალა ძალიან თხელია და ადვილად იკეცება, მაგრამ ქვედა მხარეს აქვს სითბოზე რეაგირებადი წებო, რომელიც შეიძლება დაუთოვდეს ფრთის სტრუქტურას, ამიტომაც არის ისინი დაბეჭდილი ABS-ით მისი მაღალი დნობის ტემპერატურის გამო. როცა ფირი ნეკნებზე დაუთოვდება, სითბოს პისტოლეტით სწრაფი დამუშავება ფირს შეამცირებს და ებსტა შექმნის გლუვ ფრთის ზედაპირს. მაგრამ არის გარკვეული პრობლემები. პირველი ისაა, რომ ფრთის წვერის ნეკნები შიგნით იხრება საფარის ფირის დაჭიმულობის გამო. ეს დაჭიმულობა ასევე იწვევს აეროფილის შეკუმშვას ფრთის ნეკნებს შორის, რის შედეგადაც ფრთის გასწვრივ პროფილი არათანაბარი ხდება. გარდა ამისა, შეიძლება სითბოს ფენი ერთ ადგილზე ცოტა მეთხანს დავიჭირე, რის გამოც საფარის ფირი დადნა. მინდა სწრაფად ვისაუბრო ფრთის დიზაინზე, რადგან ეს არის მეოთხე ჰაერზე მომუშავე თვითმფრინავი, რომლის აშენებასა და ფრენასაც ვცდილობ. პირველი თვითმფრინავი, რომელიც ავაშენე, ყველაზე მძიმე იყო, მაგრამ მას ძალიან მსგავსი ფრთა ჰქონდა, როგორიც ახლა მაქვს. თუმცა ის ქაფის დაფით იყო გაკეთებული და მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავს ძალიან არაეფექტური ძრავა ჰქონდა, მან მაინც ჩემი პირადი საუკეთესო ფრენის დროის რეკორდი დაამყარა 16.5 წამი. ხოლო ჩემი ბოლო ჰაერზე მომუშავე თვითმფრინავი, რომელსაც ბევრად უფრო ეფექტური ძრავა ჰქონდა და ბევრად მსუბუქიც იყო, მხოლოდ 8 წამი იფრინა. რაც ნაწილობრივ იმის ბრალია, რომ მან ხობეს დაარტყა. მაგრამ რომ ფრთას უფრო მაღალი ამწევი ძალის და წინააღმდეგობის თანაფარდობა ქონოდა, შეიძლება ხობეს გადაეფრინა. მე ვცდილობდი ეს თვითმფრინავები უფრო და უფრო მსუბუქი გამეკეთებინა და ძრავები უფრო და უფრო ძლიერი. მაგრამ რასაც ყურადღებას არ ვაქცევდი, იყო თვითმფრინავის მიერ გამოცეული წინააღმდეგობა. ბოლო ფრთა, რომელიც ავაშენე, ძალიან მსუბუქი იყო, მაგრამ ასევე დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა. და რადგან ბიძგი უნდა ეწინააღმდეგებოდეს წინააღმდეგობას, ძრავების მიერ წარმოქმნილი მცირე ბიძგი ძლივს ახერხებდა თვითმფრინავის აჩქარებას. ამიტომ ეს ახალი ფრთის დიზაინი იყენებს ცნობილ აეროფოილის პროფილს, რომელიც სწორი საჰაერო სიჩქარისა და შეტევის კუთხის შემთხვევაში ამწევი ძალისა და წინააღმდეგობის 60 ერთთან თანაფარდობას აღწევს. ასე რომ ცოტა ზედმეტი წონა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. და თუ გსურთ შექმნათ ესეთი ფრთა თქვენი საკუთარი აეროფოილით, ძალიან გირჩევთ რომ ნახოთ on shape-ი. უბრალოდ შემომაგს აეროფოილის პროფილი aerofoiltools.com-და. შემდეგ რამდენიმე დამატებული დიზაინის ფუნქციით ის პრაქტიკულად ბეჭდვისთვის მზად არის. ეს ნეკნები იგივე ფერისაა როგორც ჩემი მაისური. საფარის ფირის გამო წარმოშობილი პრობლემების გამოსასწორებლად გადავწყვიტე, რომ ფრთის წინა კიდე გამემაგრებინა თხელი ბალსასხის ფირფიტით. ეს მასალა ძალიან ადვილად იხრება და თუ მას ბრიტანეთის ამინჩი გარეთ გაიტანთ, კიდე უფრო ადვილად მოიხრილება. იმდენად რომ შემეძლო მომეხარა იგი ფრთის 3D ბეჭდილ ფორმაზე და დამეფიქსირებინა მანამ სანამ გაშრებოდა. გაშრობის შემდეგ ის ინარჩუნებს წინა კიდის მომგვალებულ ფორმას და შემიძლია დაუბეჭდო ახალი ნეკნები პატარა საფეხურით, სადაც გამამაგრებელი ზოლის დამაგრება მოხდება. შემდეგ ხეს რამდენიმე ფენა, კაშკაშა, ნარინჯისფერი საღებავი დაუსვი, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს, რაც დამატებით დროს მაძლევდა ახალი ფრთის სტრუქტურის ასაშენებლად. ეს ახალი ფრთა წინა ფრთას გავს, მაგრამ ბევრად უფრო თხელი ნეკნები აქვს. იმედი მაქვს, რომ გამამაგრებელი ხის ზოლი დამატებით სიმტკიცეს შემატებს. ასევე თხელი ნახშირბადის ღეროები ხელშეუშლის ფრთის წვერების შიგნით მოხრას. როდესაც საღებავი გაშრა, გამამაგრებელი ხის ზოლი ფრთის სტრუქტურაზე თხელი CA წებოთი მივაწებე და ფრთა მართლაც ლამაზად გამოიყურებოდა ნარინჯისფერი, წინა კიდით და ნაცრისფერი ნეკნებით. შემდეგ შესაძლებელია დაფარვის ფილმის დადება, რათა შევამოწმოთ, როგორ გამოვიდა აეროპროფილის ფორმა, რაც ბევრად უკეთესად გამოიყურება. ასევე უფრო თხელი 3D ბეჭდილი ნეკნებით ეს ფრთა რეალურად უფრო მსუბუქია ვიდრე პირველი ფრთა და ამ ორი ფრთით, რომლებიც 2 მეტრის ფრთების შლილს ქმნიან, ის 3.5-ჯერ მეტია ვიდრე Airhawks-ის თვითმფრინავი. ამიტომ გვჭირდება ძლიერი ძრავა, რომ ავაფრინოთ იგი. საბედნიეროდ, უკვე გარკვეული დროა ვავითარებ 3D ბეჭდილ ჰაერზე მომუშავე ძრავებს და ბევრი სხვადასხვა დიზაინი მაქვს გამოცდილი, მაგალითად ზამბარაზე მომუშავე შესასვლელის სარქველები, კამზე დარტყნობილი ბიძგის სარქველები,
დიაფრაგმით ამოქმედებული დგუშები და უახლესი დიზაინი, რომელიც იყენებს სპეციალურად ჩამოსხმულ დგუშის ბეჯეტს, რომელიც წნევის ქვეშ ფართოვდება და დგუშს ჰერმეტულს ხდის, რაც ძალიან გავს AirHog-ის ძრავს. და ეს ძრავა მნიშვნელოვნად აჭარბებს ჩემს ძველ დიზაინებს მუშაობის თვალსაზრისით. ის აწარმოებს 350 გრამ ბიძგს ძრავიდან, რომელიც მხოლოდ 40 გრამი იწონის. Fill the cylinder. But this ძრავა ძალიან მარტივია, მხოლოდ რამდენიმე მოძრავი ნაწილით. მაღალი წნევის ჰაერი ძრავის ზედა ნაწილიდან შედის და ამ ბურთულით ილუქება. შემდეგ, როცა ძრავა ტრიალებს, პატარა პინი დგუშის ზედა ნაწილზე ბურთულას ზემოთ სწევს, სარქველს ხსნის და მაღალი წნევის ჰაერი ცილინდრს ავსებს. მაგრამ ეს დალუქვა დგუშის ზედა ნაწილზე ძრავის ეფექტურობისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რადგან წნევის გამო ფართოვდება და ცილინდრის კედლებს ეკვრის. ეს იწვევს იმას, რომ წნევა დგუშს ქვემოთ აწვება, ბურთულიანი სარქველი იკეტება და ამ წელილვი ტრიალდება. შემდეგ, როცა დუში ქვედა წერტილს აღწევს, ჰაერი გამონაბოლქვის არხებიდან გამოდის და დალუქვა იკუმშება, რაც გამორიცხავს ნებისმიერ შეკუმშვას, როცა დუში უკან ზემოთ ბრუნდება. ეხლა ამ ძრავის ფრენისთვის განკუთვნილი ვერსია ოდნავ განსხვავებულია, მაგრამ ზუსტად იგივე პრინციპით მუშაობს. მას უბრალოდ აქვს ეს 3D ბეჯთვით დამზადებული ხრახნიანი ნაწილი, რომლითაც პლასტმასის სასმელის ბოთლზე მაგრდება და ჰაერი ამ თხელ მილში მიედინება ცილინდრის თავში. ასევე გადავთვლიდე, რომ მაღალი ხარისხის პროპელერი მეყიდა, რათა იმედი მაქვს მაქსიმალურად გავზარდო ბიძგის ძალა და ალბათ ის ფაქტი, რომ ამ პროპელერს თავისი წინდები მოხვება, ნიშნავს, რომ ნამდვილად კარგია. ვიცი, ბევრ თქვენგანს გეფიქრებათ, რატომ არ ვიყენებ ნახშირორ ჟანგის კარტრიჯებს პლასტმასის ბოთლების ნაცვლად, როცა ისინი ბევრად მეტ წნევას ინახავენ. ეს CO2 კარტრიჯი დაახლოებით 800 ფსა-იმდეა წნევაზე, ანუ დაახლოებით 54 ჯერ მეტია ატმოსფერულ წნევაზე, რაც საკმაოდ ბევრია, მაგრამ მისი მოცულობა ძალიან მცირეა, მხოლოდ 21 მილილიტრი. ასე რომ, თუ ამ CO2 კარტრიჯიდან გაზს გამოუშვებთ და წნევას 1 ატმოსფერომდე გავათანაბრებთ, მხოლოდ 1 litrზე ოდნავ მეტ გაზს მივიღებთ. მაგრამ თუ 2 litrიან სასმელის ბოთლს 120 ფსა-იმდე, ანუ დაახლოებით 8 ჯერ ატმოსფერულ წნევამდე დავწნეხავთ, შეგვიძლია შევინახოთ 16 ლიტრი ჰაერი. ეს ნიშნავს, რომ სასმელის ბოთლის შესანახი მოცულობის გასათანაბრებლად 14 CO2 კარტრიჯი დაგჭირდება. და თუ გავითვალისწინეთ, რომ 1 კარტრიჯი ბოთლზე მეც იწონის, ჰაერის შენახვისა და წონის თანაფარდობა სასმელის ბოთლისთვის 14-ზე მეტჯერ მაღალია. ასე რომ CO2 კარტრიჯებზე გადასვლა დიდი უკუსლა იქნებოდა, მაგრამ იცით რა არ არის უკუსლა? Opera ბრაუზერის გამოცდა. Opera One Opera Desktop ბრაუზერის უახლესი ვერსია. და ეს ნამდვილად მეხმარება ჩემს სამუშაო პროცესში, როცა ვქმნი ამ პროექტებს YouTube-სთვის. მაგალითად, როცა ვიკვლევ და ვაწყობ პროექტს. ჩემს ბრაუზერში ჩანართები ხშირად გროვდება, მაგრამ Opera-ს აქვს ჩანართების ჯგუფები, რომლითაც შემიძლია ჩანართების დალაგება ჯგუფებად. მაგალითად, ეს არის კუნძული, სავსე ჩანართებით ფრთის აეროფოილების კვლევისთვის, და ეს არის კუნძული, სავსე პროდუქტების ჩანართებით, რომ ვიხიდო მის ასაშენებლად საჭირო ნაწილები. ასევე ჩაშენებული ARIA AI-ის დახმარებით ნებისმიერ კითხვაზე პასუხზე პასუხისპოვნა ბევრად უფრო მარტივია. მაგალითად, თუ რამეს კითხულობ და მეტი ინფორმაცია გჭირდება, უბრალოდ მონიშნე ის, რომ გამოჩნდეს ARIA AI-ის მოთხოვნა. შემდეგ აირჩიე მოკლედ ახსნა, შესწავლა ან თარგმნა იმის მიხედვით, რა ინფორმაცია გჭირდება. პირადად მე ძალიან მოწონს მოკლედ ახსნის ფუნქციის გამოყენება, რადგან ჩემი პროექტების კვლევისას ხშირად ხვდები ტექნიკურ ტერმინებს. ეს ფუნქცია ბევრ დროს მიზოგავს. ასევე აქვს ბრძანების ველი, სადაც შეგიძლია სხვადასხვა კითხვა დაუსვა, რაც შემთხვევით ძალიან გამოსადეგია, თუ სწრაფად მჭირდება რაიმე გამოთვლა. ბევრ სხვა ფუნქციასთან ერთად, როგორიცაა უფასო ჩაშენებული VPN, რეკლამების ბლოკერი და მესენჯერის აპლიკაციები, ძალიან გირჩევთ სადოთ ის ჩემი ქვემოთ მოცემული ბულით გადმოწერეთ Opera დღესვე და მადლობა Opera-ს ამ ვიდეოს დაფინანსებისთვის. ასე რომ მუშაობის დროის გასაზრდელად მე 2 litrიან ბოთლს ზურგით ზურგზე დავამაგრებ ნეილონის ჭანჭიკით. ამისთვის საჭიროა ბოთლების ქვედა ნაწილის გაბურღვა, რაც ყველაზე სქელი ნაწილია და არ უნდა შეამციროს მისი სიმტკიცე მნიშვნელოვნად, ასევე ნეილონის ჭანჭიკის ამოღრმავება. მაგრამ იმისათვის, რომ ბოთლები ერთმანეთს მივამაგრო, ნეილონის ჭანჭიკი ბოთლის შიგით უნდა მოვათავსო. ამისთვის საჭიროა ძველი ისრის ღეროს გაჭრა და სამგანზომილებიანი პრინტერით დაბეჭდილი ბუდის მიმაგრება, რომელიც იდეალურად ერგება ჭანჭიკს და ზუსტად ეტევა ბოთლის ხელში. ეს მაძლევს საშუალებას თითოეულ ბოთლს შორის დიდი რეზინის შაიბა ჩავამწყვდიო, სანამ ნეილონის კაკალს დავამაგრებ, რაც იმედია ჰერმეტულ დალუქვას შექმნის. მაგრამ სანამ გაჟონვაზე შევამოწმებთ, საჭიროა მისი წნევით ავსების გზა მოვიფიქროთ. დიზაინი, რომელიც მოვიფიქრე, არის სამგანზომილებიანი პრინტერით დაბეჭდილი ბოთლის თავსახური, რომელშიც პატარა ბურთულიანი სარქველია, ხოლო ბოთლის ჰაერით შესავსებად ვიყენებ ამ შლანგს, რომელსაც სამგანზომილებიანი პრინტერით დაბეჭდილი საკეტი აქვს მიმაგრებული. ეს შლანგი იდეალურად გადის ბურთულიანი სარქველის O-ringში, ხოლო საკეტი მცირე მოტრიალებით ჭანჭიკებში იკეტება.
როდესაც თვითმფრინავი წნევას მიაღწევს, უბრალოდ ვატრიალებს აკეთს, ვიღებ შლანგს და ბურთულიანმა სარქოლმა ჰაერი შიგნით უნდა ჩაკეტოს. ამიტომ ბოთლები წყლით ავავსე, რათა პოტენციური ენერგია შემცირებული ხო თუ რამე არასწორად წავიდოდა და ისინი 120 ფსიზე ავაბერე. და როგორც ნეილონის ჭანჭიკმა, ასევე 3D პრინტერზე დაბეჭდილმა სახურავმა გაძლო და არ გაჟონა. ასე რომ დროა თვითმფრინავის კუდის აშენება დავიწყო. ამისთვის გადავწყვიტე ბალსასხის ფირფიტები გამომეყენებინა, მაგრამ ეს 4 მმ-იანი ცოტა სქელია. ამიტომ 3 მმ-იანი ფირფიტები შევუკვეთე, რომლებიც თუ გჯერათ ქაღალდის პარკში ჩამომივიდა. მოდით შევამციროთ სქელი ფირფიტების წონა ხვრელების გაბურღვით. ჯერ პატარა ბურღით, შემდეგ დიდი კონუსური ბურღით, რომ ნაკაწრები არ გაჩნდეს და ბოლოს 3D პრინტერზე დაბეჭდილი ბურღით, რომელსაც ზუმფარა აქვს შემოხვეული, რომ ხვრელები ლამაზი და გლუვი გამოვიდეს. ამან წონა დაახლოებით 20%-ით შეამცირა და რამდენიმე ფენის საღებავის შემდეგ მასზე გადაკრული ფირით შეიძლება დაფარვა, რომ ჰაერი ხვრელებში არ გაიაროს. იმიტომ რომ თვითმფრინავის კუდში ბევრი დიდი ხვრელის დატოვება ცუდი იდეა იქნებოდა. შემდეგ დავამატე მართვის ბერკეტები და საკონტროლო ზედაპირები დავამაგრე შესაფუთი ლენტით, რადგან ის მსუბუქია, მოქნილი და კარგად ეკრის გადაკრულ ფირს. ეხლა მინდა რომ ეს კუდი კაბელებით იმართებოდეს, რათა წონა თვითმფრინავის უკანა ნაწილს არ დაემატოს. ამიტომ ვიყენებ ზამბარის ფოლადის მაუთულს, როგორც ტორსიულ ზამბარას საკონტროლო ზედაპირში. ეს იწვევს ზედაპირის ერთმიმართულებით ზამბარით დატვირთვას, რაც საკონტროლო კაბელებს მუდმივ დაჩიმულობაში უნდა ამყოფებდეს. ეხლა შეიძლება შეამჩნიოთ, რომ აქ მხოლოდ ორი კუდის ფინი არის და არა ცალკე ელევატორი და რუდერი, და ეს იმიტომ, რომ მე ავირჩიე V-ფორმის კუდის დიზაინი. შემდეგ დავბეჭდე ეს უცნაური ფორმის დეტალი, რომელზეც კუდის ბუმი დამონტაჟდება და აქ შემიძლია სერვოების მიმაგრება კუდის სამართავად, რაც ძალიან კარგად მუშაობს, როცა კაბელები მიმაგრებულია. ეს ცენტრალური კვანძი ასევე ბოთლებს უერთდება მოქნილი დაბეჭდილი რგოლით და პატარა სამაგრით კუდის ბუმზე, რათა დასრულდეს თვითმფრინავის ფიუზელაჟი. ახლა მხოლოდ ფრთების ამ წერტილებზე მიმაგრება დარჩა და თვითმფრინავი მზად არის. მოდით გამოვიტანოთ და სატესტო ფრენა ჩავატაროთ. კარგი, 60 ფსაი, მაგრამ უკანა ბოთლის თავსახურიდან გარჟონვის ხმა მესმის. ეს კარგი ნიშანი არ არის, რადგან უკვე გავატარე წნევის ტესტი. კარგი, სწრაფად გამოუშვია. We can climb. წავიდა ვცადოთ, გადაახარე მართვის პულტი. და დაქოკე ძრავა. Oh, that's so much better. ეს ფრთლიმოლია. Oh, და შემიძლია მისი დასმა. going like really well. ამან იმუშავა. როგორც ჩანს პროპელერი მოთხდა. წავიდეთ და დავათვალიეროთ, კარგი? ასე რომ კრანკშაფტიც მოთხდა. მაგრამ ეს უდაოდ ყველაზე გრძელი ფრენა იყო ჰაერზე მომუშავე თვითმფრინავით, რაც კი ოდესმე მიმიღწევია. ეხლა როცა სამგანზომილებიანი პრინტერი დაბეჭდილი ჰაერზე მომუშავე თვითმფრინავის რეკორდული ფრენის დრო გაიზარდა 31 წამამდე. ინსტაგრამზე დავწერეთ და კითხეთ, როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს იფრენს. და უმეტესობამ თქვენგან მაერჩია 1 წუთზე მეტი. ასე რომ ჯერ ვერ დავნებდები. ფრენის დროის გასაზრდელად ბოთლის თავსახურში გაჩენილი გაჟონვა გამოვასწორე. თავიდან დაუბეჭდე უფრო დიდი დალუქვის რგოლით და ყველაფერი მზად იყო კიდევ ერთი ტესტისთვის. And I stalled it. Oh no, I stalled it. Oh, we have to do another one. Oh yeah. და 100. სავსეა, წარმატებებს გისურვებ. თო გამართულად იმუშავე. Previous flight, whilst tightening a bolt, I accidentally pierced. ბატარეა ჩამოვარდა. მოდი შეგვიძლია ავიდეთ. Fortunately, I had some spare bottles, so it was an easy fix. მოდი. Camera and bottle replacement, I forgot to do one last vital check, and that was whether I'd pushed the tail boom back into its mount properly, because this means the control cables are too short. ეს ბევრად უკეთესია. 3, 2, 1. Oh no! ის ჯერ კიდევ კარგად მიდის, მარხვა კარგად. But after a quick depressurization, I was surprised. Apart from this 3D printed. მეგობარო, ჯერ კიდევ კარგად მიდის. ის ჯერ კიდევ ჰაერშია. This wing here, which a little bit of packing tape, that'll fix that. So I fixed the wing ხვდები რას გულისხმობ შენს როლოზე. hub, which I honestly reckon. მეგობარო, ჯერ კიდევ ახლოსაა. მოიცადე, ქარი მარჯვიდან გვიბერავს, არა? ასე რომ
ჩემი ზურგიდან უბერავს. კარგი, ვცდილობ შევაბრუნო, მოდის, ჩამოდის. ბატარეა ამოვარდა, ხედავ, გვერდიდან რომ კიდია. Record again. Mostly because it really. და სტოლში შევიყვანე. ო არა, სტოლში შევიყვანე. ო, კიდევ ერთი გაკეთება მოგიწევს. შემდეგი ფრენისთვის გადავწყვიტე თვითფრინავზე პატარა კამერა დამემაგრებინა, მაგრამ წინა ფრენისგან ავფრთოვანებულმა, როდესაც ჭანჭიქს ვუჭერდი, შემთხვევით ბოთლში ხვრელი გავუკეთე. ხედავ ამას? ეს შიშინებს, უბრალოდ შიშინებს იმ ხვრელიდან. საბედნიეროდ მქონდა სათადარიგო ბოთლები, ასე რომ მარტივად გამოვასწორე. თუმცა ამ პერიოდში, როცა კამერა დავამონტაჟე და ბოთლი შევცვალე, ერთი მნიშვნელოვანი შემოწმება დამავიწყდა. Tailboom-ის სწორად თავის ადგილას დაბრუნება. რადგან ეს ნიშნავს, რომ საკონტროლო კაბელები ძალიან მოკლეა, რაც იწვევს სიმაღლის საჭეზე ზედმეტ ზემოთ ტრიმს. 3, 2, 1. ო, არა. ეს შეიძლება ამ თვითფრინავის დასასრულად გამოიყურებოდეს, მაგრამ წნევის სწრაფად დაცლის შემდეგ გამიკვირდა, რამდენად მცირე იყო ზიანი. ერთადერთი დაზიანება ამ სამგანზომილებიანი ბეჭდვის ნაწილის გარდა, რაც მე ვხედავ, ეს ფრთა წესრიგშია. უბრალოდ ეს ფრთა აქვს, რომელსაც ცოტა შესაფუთი ლენტი სჭირდება და ეგაც გამოსწორდება. ასე რომ ფრთა პატარა ლენტის ნაჭრით შევაკეთე და ახალი ცენტრალური კვანძი ამობეჭდე, რომელიც გულწრფელად რომ თქვა, მგონია თვითფრინავი გადაარჩინა, როცა გათხდა და მეორე დღეს უკვე ისევ დაფრინავდა. თუმცა ჯერ ისევ ვერ მოვახერხე 1 წუთი და 22 წამის ფრენის რეკორდის გაუმჯობესება, ძირითადად იმიტომ, რომ ქარში ძალიან უჭირს ქარი ძალიან ძლიერია. რამდენიმე ფრენა მქონდა, რომელიც 1 წუთს აგემატებოდა, მაგრამ გონია, რომ 2 წუთიან ნიშნულთან მისასვლელად ცოტა წონა უნდა შევამცირო. თუ და თვითფრინავის საერთო წონა დაახლოებით 10%-ით შევამცირო. ეს საკმარისი იქნება კიდევ ერთი ბოთლის დასამატებლად, რაც ფრენის დროს გაახანგრძლივებს. გმავალთ ყურებისთვის.